როცა შენ გისმენს ათასობით ადამიანი. მოემზადეთ საოცარი მოგზაურობისთვის. დაბრძანდით მოხერხებულად და დახუჭეთ თვალები. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ და პირიდან სრულად ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე. მომდევნო ჩასუნთქვაზე მხრები აწიე ყურებისკენ, გააჩერე, რამოდენიმე წამით სუნთქვა, არ ისუნთქოთ და ახლა ამოისუნთქეთ. და მოეშვით, მოადუნეთ მხრები. ჩამოშვებისას კიდევ ერთხელ ამოისუნთქეთ და ამის შემდეგ გააგრძელეთ სუნთქვა სტაბილურად. ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. კონცენტრირება მოახდინეთ მუცლის კუნთებზე და გულმკერდზე. ახლა კი ვიმოგზაუროთ. მსურს შემოგიპატიჟოთ ნათელ მომავალში. იქ 10 წლის შემდეგ რა ხდება? 10 წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. 10 წლის შემდეგ ერთ მშვენიერ დილას იღვიძებთ. ხართ მშვიდი და ბედნიერი. გაგონდებათ, რომ ცხოვრებაში დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. დღე, რომელსაც ამდენი წელია ელოდებოდით. დღეს მოხდება ყველა თქვენი განხორციელებული საქმეთა შეჯამება, თქვენი წარმატებული საქმეების შეჯამება. ბრწყინავთ ბედნიერებისგან. დილიდან სასიამოვნო ემოციებს ყავხართ მოცული. კარგად ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე თქვენთვის და შესაბამისად ემზადებით. მოწვეული გყავთ სტილისტი, საღამოს მოგაკითხავთ ლიმუზინი, ის სპეციალურად თქვენთვის შეუკვეთეს. პომპეზურად რომ მიგაბრძანონ იქ, სადაც თქვენთვის ზეიმი ჩატარდება, სადაც დაგხვდება სხვა ხალხი, რომელიც თქვენი გულისთვის შეიკრიბება. იქნებიან იქ მეგობრები, ნათესავები, ყველა ახლობელი, უცნობებიც, ისინი ვინც შორიდან ეტრფიან მოსწონთ და აღაფრთოვანებთ თქვენი საქმიანობა და შედეგები. იქნებიან ასევე კოლეგები, პარტნიორები, თქვენი ერთგული გუნდი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ბოლო 10 წლის მანძილზე მოახდინა ზეგავლენა ცხოვრების ხარისხზე. მიუახლოვდით ფანჯარას და გაიხედეთ, რა ხედი იშლება. კიდევ ერთხელ შეიგრძენით საკუთარი ცხოვრების განკმაყოფილება და სრული ბედნიერება. საღამო ახლოვდება. ჯერ კიდევ ემზადებით ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად. საქმის დიდი ნაწილი უკვე გააკეთეთ, რაც გინდოდათ ყველაფერი მოასწარით. ახლა კი იცმევთ ულამაზეს კაბას ან პიჯაკს, რომელიც ცნობილმა დიზაინერმა ამ დღისთვის სპეციალურად თქვენთვის შექმნა. ძალიან გიხდებათ. ასეთი სილამაზე არასოდეს გწმიათ. მოგწონთ და აღფრთოვანებული ხართ გარეგნობით, სტილით და იმიჯით.
აღნიშნულ დროს სახლს უახლოვდება ლიმუზინი. გამოდიხართ და ჯდებით. მანქანა მიემართება ადგილისკენ, სადაც გელოდებათ 1000-ობით ადამიანი. წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი რაღაც მიზეზით გახდა ახლობელი. მანქანა ჩერდება წითელ ხაიჩასთან. ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა მანქანას და კარი გააგიღოთ. გადმოდიხართ, დგებით ხალიჩაზე. და მიყვებით მას. შედიხართ ულამაზეს შენობაში. სწორედ აქ მოგიწევს სცენაზე გასვლა და 1000-ობით ადამიანის წინაშე გამოსვლა. ყოველი ნაბიჯით აცნობიერებთ, რომ რაც ახლა თქვენს თავს ხდება, ეს ყველაფერი დაიმსახურეთ. ის ხალხი გელოდება თქვენ, ეს ზეიმი მოგიწყვეს თქვენ. გამცილებელს გაყავხართ კულისებში, დარბაზში ნელდება შუქი, წყდება ხმაური და სცენაზე გამოდის წამყვანი თქვენს წარსადგენად. ყური დაუგდეთ. ის ყვება, თუ როგორ ამაყია, რომ სწორედ მას ერგო თქვენი ამ სცენაზე წარსდგენის პატივი და ბედნიერია ამით. დარბაზი განაბული ელოდება წარმატების, გამარჯვების, მიღწევების, ზეიმის დაწყებას. ხომ გესმით, რას ამბობს? ის თქვენზე რას ყვება? საინტერესოა, რას აკეთებთ ან რა გააკეთეთ პირადად მისთვის და სხვებისთვის, რომ ასე გაფასებენ. დააკვეთით, ხომ არ გეცნობათ? ახლობელი ხომ არ არის? ის გემადლიერებათ მისთვის გაწეული სიკეთისთვის. ამთავრებ სათქმეს. თქვენს წარდგენას და გიხმობთ სცენაზე, რათა გაუზიაროთ დარბაზში შეკრებილ ხალხს სიბრძნე და გამოცდილება. უთხარით სათქმელი. გადიხარ სცენაზე და ფიქრობთ შეკრებილ 1000-ობით ადამიანზე. ისინი მოვიდნენ თქვენთან შესახვედრად, გამონახეს ამისთვის დრო და ელოდებიან თქვენს გამოსვლას. დაფიქრდით, რისი თქმა გსურთ ყველაზე მეტად და რა შეგონება გინდათ, რომ გადასცეთ. რა საჭირო და მნიშვნელოვანი აზრები, გაცნობიერებები, ფასეულობები გინდათ გაუზიაროთ ამ მოკლე, მაგრამ უძლიერესი სიტყვით. ყური უგდეთ, რას ლაპარაკობთ სცენიდან. რა აზრები მოგდით, როდესაც გადავსებულ დარბაზს და დასრულებულ ანშლაგს ხედავთ. სცენიდან უყურებთ დარბაზს. შეათვალიერეთ ნაცნობ სახეებს თუ ხედავთ, ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს. ვინ არის ეს ხალხი, ვისთვისაც ამ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია?
ჩახედეთ თვალებში და ინტუიციით ამოიკითხეთ, რა კითხვაზე სურთ პასუხი თქვენგან. ახლა გთავაზობთ წამიერად, აზრებით, გადახვიდეთ დარბაში მაყურებლის როლში. ჩაჯდეთ მათ შორის და გვერდიდან შეხედეთ სცენაზე იდეალურ მეს. რა შთაბეჭდილება გრჩებათ? ან ზუსტად იცის რა უნდა, რისთვის ცხოვრობს და როგორი გავლენა აქვს ადამიანებზე. თავდაჯერებული, რეალიზებული, წარმატებული და უამრავი მადლის გამცემი. ნეტა რა ხდება ამ მაყურებელთა ცხოვრებაში? დარბაზიდან მოусმინეთ სცენაზე მდგარ ადამიანს, რას ამბობს, რას უზიარებს ხალხს. მოდი ახლა აზრებით გადავინაცვლოთ თქვენი ახლობლების სხეულში და მათი თვალით შეხედეთ საკუთარ თავს. რას გრძნობენ, რა ესმით, რას ხედავენ, როგორ აღგიქვამენ, რაზე ფიქრობენ, როცა გიყურებენ სცენაზე მდგარს, რითი ამაყობენ, რა სიტყვები ხდება მალამოდ და ესალბუნება მათ სულს, რასაც ცნობიერებენ. გადაინაცვლეთ დარბაზის სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ადამიანებში და ყოველი მხრიდან იამაყეთ თავით, დაატკბით საკუთარი წარმატებით. და როცა მოისმენთ ყველაფერს, რაც უნდა მოგესმინათ და თვალს გაახელთ, ნანახით დაბრუნდით უკან სცენაზე საკუთარ თავში. ახლა დარჩა 1 ან 2 წუთი გამოსვლის დასრულებამდე. იქნებ შეაჯამოთ ის, რაც აქამდე თქვით, კარგი ორატორი რომ იყოთ და ეს შეგეძლოთ, როგორ ჩამოაყალიბებდით ერთ წინადადებაში გზავნილს ხალხისადმი. ნელ-ნელა ემშვიდობებით აუდიტორიას და მადლობას უხდით ათასობით ადამიანს დღეს შეკრებისთვის. ყური მიუგდეთ, რა სიტყვებს ამბობთ ამ დროს, როგორ ამთავრებთ გამოსვლას. მოვიდა დამშვიდობების დრო, ჩამოდიხარ სცენიდან და გადიხართ მაყურებელში. მიდიხართ გასასვლელისკენ რიგებში, გასვლისას შეხედეთ ხალხს, თვალებში დაინახავთ მათ მადლიერებას და მომღიმარე სახეებს, რას კითხულობთ მათში. ხომ არ უნდათ სიტყვიერად გამოთქვან სამადლობელი თქვენი მოღვაწეობისთვის. ასე მადლით სავსე გადიხართ დარბაზიდან, ჰოლიდან, შენობიდან. ხედავთ ლიმუზინს უახლოვდებით, წინასწარ გახსნილ კარებში შედიხართ და ჯდებით. და აი ამ დროს რეკავს თქვენი მობილური. და ისე რომ ჯერ არც კი დაგიხედავთ, უკვე ხვდებით ვინ გირეკავთ. უახლოესი, უსაყვარლესი ადამიანი ცხოვრებაში. ის გიხდით მადლობას იმ ყველაფრისთვის, რაც ახლა იხილა, მოისმინა
და გააცნობიერა. იქ რამოდენიმე წუთის წინ დარბაზში მჯდომმა. მოусმინეთ, რატომ გიხდით მადლობას? როგორ მოახერხეთ თქვენი მოღვაწეობის ამ მოკლე დროში ამდენი ადამიანის ცხოვრება შეგეცვალათ სასიკეთოდ? როცა მოსჩებით საუბარს. რჩებით საკუთარ თავთან. და მარტო დარჩენის დრო გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დაფიქრდით დღევანდელმა დღესასწაულმა რა გაცნობიერება მოგიტანათ. როგორ დაგაფიქრათ ცხოვრების აზრზე და გაპოვნინათ პასუხი კითხვაზე. ვინ ხართ? თუ რისთვის ცხოვრობთ ამ დედამიწის ზურგზე? დიდი პაუზა. ახლა ჩვენ განვახორციელებთ კიდევ ერთ მოგზაურობას. გადავინაცვლებთ იქით, აქეთ. კრიტიკული მე გადაგყავთ 10 წლის შემდეგ. იდეალურ მესთან. წარმოიდგინეთ, რომ ახლანდელი მე ლიმუზინში მოხვდით მასთან ზიხართ გვერდით და უსმავთ კითხვას. რა უნდა გავაკეთო, რომ მივახციო ასეთ წარმატებას? მოусმინეთ მის პასუხს. გადაინაცვლეთ ახლა იდეალურ მეში და ყური მიუგდეთ კრიტიკულ მეს, რას ეუბნებით. ვის ხედავთ მასში? რა ისეთ უმნიშვნელოვანეს რჩევას მისცემდით, რომელიც ასწავლებრივად შეუცვლის ცხოვრებას. კვლავ დაუბრუნდით კრიტიკული მეს სხეულში. მადლობა გადაუხადეთ იდეალურ მეს ურთიერთობისთვის და პირობა მიეცით. გააკეთებთ ყველაფერს, რომ ცხოვრება გახადოთ საინტერესო და ფასეული. მადლიანი და სიყვარულით სავსე. ახლა კი მოვიდა გამომშვიდობების დრო. რამდენიც დაგჭირდებათ იყავით ამ მდგომარეობაში. აუჩქარებლად. დაბრუნდით აქ და ამ წუთას, ამ დროს. გზნობთ ფილტვები როგორ ივსება ჰაერით. გააგრძელეთ ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, შვიდად. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. თანდათან ცნობიერება უბრუნდება რეალობას. გზნობთ ხელებს, ფეხებს, სხეულს. სრულად. ამოძრავეთ ისინი და გაახილეთ თვალები.